მოძრაობა საქართველოს ოკუპაციის გარეშე 19 აპრილის აქციას უერთდება მის დამფუძნებლის ვასილ ურუშაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფად თან უფრო საერთო ხდება. როგორც პოლიტიკოს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, ასევე ექსპერტმა გოჯა გვარამიამ განაცხადა სახალხო დამცველის განცხადება, კრემლის პოლიტიკის გატარებას ემსახურება. ექსპერტმა ასევე ისაუბრა დათანხმების სახელით გავრცელებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რათა განხეთქილება შეიტანონ 19 აპრილის აქციისთვის. ვალდებულებიც ვართ, რომ მოძრაობა საქართველოს ოკუპაციის გარეშე შეუერთის 19 აპრილის აქციას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული კურსის ხარდაჭერას და დასავლური კურსის ხარდაჭერას და ჩვენ წევრებთან ერთად მივართ 19 აპრილს და დავაფიქსირებთ, რომ საქართველოს არის ევროპული ქვეყანა და საქართველოს დარჩება ყოველთვის ევროპულ ქვეყანად. დათანხმაიას თითქოს განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ამას სანდამ უშუალოდ თვითონ დათანხმაია გასცემს პასუხს, მანამდე ძნელია რა იმის თქმა, ვინაიდან ყველამ ვიცით, რომ სოციალურ ქსელში ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერი სახელი და გვარით შექმნას გვერდი, დაწეროს ტექსტი და ასე ვთქვათ, ეს გაასაღოს ვიღაცის